პოლიტიკური არასტაბილურობის ეკონომიკურად წყნარი იანვრისა და ნეგატიური მოლოდინების ფონზე გასულ თვეში საქართველოს ეკონომიკამ 11%-იანი ზრდა აჩვენა. Საქსტატის ინფორმაციით ზრდის ტემპი კომპანიების ბრუნვების გათვალისწინებით დაითვალეს. ორნიშნა ზრდაში უდიდესი წვლილი კი პროფესიულმა, სამეცნიერო და ტექნიკურმა საქმიანობებმა, ასევე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში აქტივობამ შეიტანა. ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად განპირობებულია საჰაერო, სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტის, ასევე დასაწყობების და დამხმარე სატრანსპორტო საქმიანობის მომსახურების ზრდით. პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორში ზრდას ძირითადად განაპირობებს სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობების, საგადასახადო კონსულტირების, სარეკლამო სააგენტოების საქმიანობის, ასევე ბიზნესისა და მართვის საკითხებში საკონსულტაციო საქმიანობების მომსახურების მოცულობის ზრდა. რამ განაპირობა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და იქონია თუ არა მაჩვენებლებზე რაიმე სახით გავლენა ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიერ ოფშორული ზონებიდან აქტივების, მათ შორის ნახატებისა და ქანდაკებების შემოტანამ, რამაც იმპორტი იანვარში 9 მილიარდით გაზარდა. ამ კითხვით BMG-მ საქსტატს მიმართა. უწყებაში ამბობენ, რომ არა. დანახარჯების მიხედვით მთლიანი შიდა პროდუქტის კუთხით ნახატებისა და ქანდაკებების ქვეყანაში შემოსვლა ერთი მხრივ აისახება იმპორტში, ხოლო მეორე მხრივ კაპიტალის ფორმირებაში. მაგალითისთვის, თუ ჩავთვლით, რომ იმპორტში და კაპიტალის ფორმირებაშიც ერთი ტრანზაქცია იმავე ღირებულებით აისახა, ამ შემთხვევაში მშპ-ს ზრდაზე არსებითი გავლენა არ ექნება. წარმოების მიხედვით მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშებისას ჯამდება საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა საქმიანობის სფეროში შექმნილი დამატებული ღირებულება. მაგალითისთვის, ნახატებისა და ქანდაკებების შემოტანა და მისი რეალიზაცია აისახებოდა ვაჭრობის სფეროში. ასევე თუ შემოტანისას მოხდა ადგილობრივი გადამზიდავი კომპანიის მომსახურების გამოყენება, გაწეული მომსახურება აისახება ტრანსპორტის სფეროში. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებას, მის მონაცემთა ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი საწარმოების ბრუნვები, რომელთა მონაცემებს საქსტატი რეგულარულად იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან. შესაბამისად, ყოველთვიურ ეკონომიკურ ზრდაზე ნახატების იმპორტს გავლენა არ მოუხდენია. ის რამაც ეკონომიკა იანვარში 11%-ით გაზარდა, საქსტატის ინფორმაციით დღეგეს გადამხდელი კომპანიების ბრუნვაა. ეს მაჩვენებელი თავის მხრივ წლიურად თითქმის 15%-ით გაიზარდა და 12 მილიონი ლარი შეადგინა. გოგი და თოდრაძის გუნდში აღნიშნავენ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე მთავარი გავლენა პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებს ჰქონდა, თუმცა როგორი იყო ამ სექტორის ბრუნვა იანვარში, წინასწარ მაჩვენებლებში ასახული არ არის. პოლიტიკოსების ნაწილს რიცხვები აეჭვებს, მიიჩნევენ, რომ სახეზეა მანიპულაცია. საქსტატი ყოველთვის ასრულებდა მთავრობის დავალებას, ამახინჯებდა მუდამ სტატისტიკას ეხმარებოდა მთავრობას მშპ-ს მაჩვენებლის დაშა. მთელი ეს ქონება მილიარდ ლარზე და უფრო მეტი, რაც მას აქ საქართველოში ჰქონდა, შუშის სასახლე, გალერი, სავაჭრო ცენტრები, მიწები, სამშენებლო ობიექტები, კომპანიები, ასევე პარაგრაფი 1 და 2, აგერ თბილისის მთავრო მოანგრია და იქ რო აშენებს, ეს ყველაფერი გაფორმებული იყო ოფშორულ კომპანიაზე. ივანიშვილმა იანვარში გადმოიტანა 12 ოფშორული კომპანია ქაღალდზე. ქაღალდზე გადმოფორმებით და აქ შექმნილი მისი მეუღლისა და შვილის სახელზე შექმნილი კომპანიის ბალანსზე შემოვიდა დიდძალი კაპიტალი. ოფშორიდან ფიქტიურად, ასე ვთქვათ, ამ ოპერაციებით უცბად გაიზარდა კაპიტალში ჩადებული ფული, რომელიც მშპ-ს ზრდის. რამ გაზარდა ეკონომიკა 11%-ით კითხვაზე მყარი არგუმენტები არ აქვთ ეკონომისტებსაც. ფიქრობენ, რომ რიცხვი ქვეყანაში არსებულ რეალობას არ პასუხობს. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ ასე გაგრძელდა, საქსტატის დამოუკიდებლობის მიმართ კითხვები გაჩნდება. მეტ მონაცემებს დაველოდოთ და უფრო თქვა დეტალურ ანალიზს დაველოდოთ იმისას, თუ რა მოხდა, იმიტომ რომ ამ წუთისათვის არის გამოქვეყნებული მონაცემები ნამდვილად არ ჯდება იმ რეალურ სურათში, რასაც ჩვენ ცალკეული სექტორების მიხედვით რასაც ვაკვირდებით. თუ ჩვენ შევხედავთ, რომ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ძალიან ცდება რეალობას და ეს ცხადი ხდება, ხომ თანდათანობით ეს გამოჩნდება რეალობა როგორი არის და საქსტატი რას აქვეყნებს. იანვარში დაფიქსირებული 11%-იანი ეკონომიკური ზრდა იმ ინერციითაა გამოწვეული, რაც გასულ პერიოდში გვქონდა. ასე აფასებს ეკონომისტების ნაწილი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. STEM Scale-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი მიხეილ კუკავა აღნიშნავს, რომ გასულ წლებში ერჯერადი ფაქტორებით, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული ეკონომიკური აქტივობა კვლავ ნარჩუნდება. მისი შეფასებით, პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე მიმდინარე წელს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით პროგნოზები ბუნდოვანია. ჩვენ მქონდა სერიოზული ერთჯერადი ფაქტორები, რამაც განაპირობა წინა წლებში ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ჩვენ შევხედოთ ამ ეკონომიკურ ზრდას
ფართო კონტექსტში. 2024 წელს 2023-თან შედარებით 59%-ით შემცირდა პირდაპირ უცხოური ინვესტიციები. გვაქვს ასევე სერიოზული სიგნალები დასაფიქრებლად. ეს არის მათ შორის DGG-ს შემოსავლების კლება, რაც მე არ მახსოვს, 1%-ით კლება წელს იანვარში შარშანდელ იანვართან შედარებით და ასევე არ მახსოვს ის, რომ მხოლოდ 4%-ით გაზრდილი იყოს მთლიანად საგადასახადო შემოსავლები. როგორი იქნება რეალურად ეკონომიკური აქტივობა პოზიტიური პირველი თვის შემდეგ უახლოეს პერიოდში გამოჩნდება. საბაზისო სცენარებით ქვეყნის ეკონომიკის ზრდა წელს 5-დან 6%-ის ფარგლებში იქნება. ქართული ოცნება პოზიტიურად არის განწყობილი. ფიქრობენ, რომ წელსაც ეკონომიკა ყველა პროგნოზირებულ მაჩვენებელზე მაღალი იქნება.